ახლა კი მინდა მოვიწვიო მომღერალი მრავალშვილიანი ოჯახი. მაშასე ჭედლიშვილების ოჯახის სტუდიაში მობრძანდით, მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით? მე თქვენ დავინახეთ ტელევიზორში სახტუნაოებს. რას ვაკეთებდი? ხტუნავდი. მე ხტუნაობდი? აი, მოდი ჩაგიხუტო. ვაიმე, რა კარგი გოგო ხარ. მოდი დაჯექი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით ჩემთან სხვა რაკურსში, თან აი ესეთი მრავალშვილიანი ოჯახი, აი მართლა ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და სათაყვანებელი ოჯახი ხართ, იმიტომ რომ ამდენი შვილი გყავთ და ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი ჩემს სტუდიაში. მადლობა თქვენ და მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ, ბატონო ნუკრი. დიახ. მოდით, გამოცანით თქვენი ოჯახის წევრები. მეუღლე დია კუმსიაშვილი, რევაზ მჭედლიშვილი, ჩვენი ბიჭი ასაკით მეორეა, უფროსი ყავს ნინო მჭედლიშვილი, მარია მჭედლიშვილი, თამარ მჭედლიშვილი და ქეთევ მჭედლიშვილი. ვაიმე, ქეთევან რა გიხარია, მითხარი? გიხარია ხო ჩემთან რო ხარ? ხო? მოდი მომიყევი თქვენი ოჯახის შესახებ. როდის დაიწყეთ სიმღერა? სიმღერა ალბათ სუფრასთან დავიწყე, რომელიმე პურმარილის დროს, იმიტომ რომ მე არ ვარ მომღერალი. ეს როცა საჭიროა და როცა მიწევს ამის გაკეთება, ეს მიწევს როგორც წესი პურმარილის დროს და ეს მიწევს როგორც წესი მთაში რიტუალის შესრულების დროს, იმიტომ რომ ღვთის ხატობებს ახასიათებს თავისი დღეობების დროს, თავისი ფერხისა სიმღერით და მე მიწევს ამის გაკეთება, ვეხმარები ხევისბერს და ხევისბერთან ერთად მიწევს რომ ეს რიტუალი შევასრულო. ამიტომ ჩემი სიმღერა არის რიტუალთან დაკავშირებული და პურმარილთან. ახსენეთ მთა და რიტუალი. აღმოსავლეთ საქართველოს მთას შემორჩა ის პირველი წესი, რომელსაც ასრულებდნენ პირველი ქრისტიანები. ვიცით რომ მეოთხე საუკუნეში უკვე მთა მოექცა ქრისტეს გზაზე, მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს დროს და იმ დროიდან მოყოლებული გარკვეული წესი განსხვავებული შეინარჩუნა მთამ. დღემდე შენარჩუნებულია ხევისბერის ინსტიტუტი და ხევისბერი თავის დროზე იყო როგორც ლაშქრის წინამძღოლი, მხედარი, რომელიც დროშით და ხვლით წინ მიუძღვებოდა ჯარს, ასევე იყო ჯვარხატის მცველი და რიტუალის შემსრულებელი. თიული ხარ თქვენ? მე კახელი ვარ თვითონ, მაგრამ ჩვენი ოჯახი არის ასეთი. მამაჩემის დედა იყო დედით ხევსური ფშავლის ქალი და ისე მოხდა რომ ძმის სიკვდილის გამო ჩვენ მოგვიწია, ბებიაჩემის ძმის სიკვდილის გამო ის ტრაპიზონის განთავისუფლების ბრძოლაში დაიღუპა, ჩვენ მოგვიწია იმ ტრადიციის გაგრძელება ფშავისა, ამიტომ კახეთი და ფშავ-ხევსურეთი ერთნაირად არის ჩვენ ოჯახში ასახული. დიახ. იმიტომ რომ დედები იყვნენ ფშავ-ხევსურეთიდან. ქალბატონო და იფიქრებდით რომ ამდენ შვილს გააჩენდი? ვერ ვიფიქრებდი ნამდვილად, მაგრამ არც გამოვრიცხავდი, იმიტომ რომ ყოველთვის ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ვხედავდი ძალიან ბევრ შვილებს, რომ მოყავდათ და დადიოდნენ, ეს ძალიან დიდი ბედნიერება არის ეს ამ წუთის სოფელში. თქვენ თუ მღერით? მე ვცეკვავდი და ეხლა ვცდილობ ბავშვებსაც ვასწავლო და შევაყვარო ქართული ფოლკლორი. ცეკვავს და ცეკვის დროს ხელს უშლის სიმღერა და ამის გამო ყველაფერი განაწილებულია, ხო? ბავშვები სად მღერიან? დადიან სად? თვითონ იმის გამო რომ მე ხრიდოლის ფედერაციის ხელმძღვანელი ვარ და ხრიდოლს თვითონ ახასიათებს როგორც საბრძოლო მიმართულება ხუთი, ასევე ხრიდოლისთვის უმნიშვნელოვანესია ის ხალხური ტრადიციული რიტუალები და ამიტომ ამისთვის ხრიდოლმა თავის დროზე როცა ეს ამ სახით აღდგა როგორიც არის ეს 90-იან წლებში მოხდა იმ წუთიდან, იმ მომენტიდან ხრიდოლს ყავს თავისი ფოლკლორული ჯგუფი, რომელიც სიმღერისა და ცეკვის მიმართულებით მუშაობს. საერთოდ ძველად ქართული ტრადიციით სულხან-საბათს აღწერს ამას, 4 მიმართულება იყო ქალის და კაცის აღსაზრდელად, ღირსეული ადამიანი გაზრდილიყო. ერთი იყო ასპარეზობა, ეს ნიშნავდა ცხენოსნურ წვრთნას, მეორე იყო ფუნდრუკი, ეს ნიშნავდა სირბილს, ჭიდაობას, კრივს ასე შემდეგ და იყო როკვა და მღერა და ეს როკვა და მღერა იმ ცხენოსნურ და ჩვეულებრივ სპორტულ ვარჯიშთან, საბრძოლო ვარჯიშთან ერთად აუცილებელი იყო ნებისმიერი მებრძოლისთვის, ამიტომ ხრიდოლში როკვა, მღერა ისევე აუცილებელია, როგორც საბრძოლო წვრთნის გავლა და ამიტომ ხრიდოლს აქვს ეს ჯგუფი და ისინი არიან ხრიდოლის ფედერაციასთან არსებული ანსამბლი იბერია,
ამ ანსამბლის წევრები არიან. ნინო, მითხარი შენ და გარმონის ურთიერთობა როგორ მოხდა? არო, ეგ ყველაფერი არის მამა ჩემის დამსახურება, იმიტომ რომ თავიდან ჯერ შემიყვანის ფანდურზე, რომ უბრალოდ სიმღერა მესწავლა რაღაც, შემდეგ შემიყვანის ფორტეპიანოზე, იმის გამო რომ მე უკვე დიდი რო გავიზრდებოდი და გარმონს რომ მოვერეოდი, გარმონზე დაკვრაც მესწავლა და თავიდან ჩაფიქრებული ყოფილა. მე მქონდა ის ფიქრი, რომ ზოგადად ქართული გარმონი იკარგებოდა, ტრადიცია ქართული გარმონის. ეს ინსტრუმენტი არ დაიკარგება, მაგრამ უშუალოდ ქართველებმა რაც შეიყვარეს, ეს თუშური გარმონი და ქართული გარმონი, რაც შეიყვარეს, ეს ტრადიცია იკარგებოდა. ზოგადად ეს ქალების ინსტრუმენტი იყო ჩვენი ტრადიციით რა და ძალიან მინდოდა რომ ჩემი გოგოს რომ გაიზრდებოდა ის ტრადიციის გადამრჩენი ყოფილიყო რაღაცა თვალსაზრისით და მაგრამ იმ დროს ამას ვერ დაიჭერს გარმონს და ამიტომ ვთქვით რომ ეს ჯერ ესწავლა ფორტეპიანო და ეს ადვილად გადაიყვანდა გარმონზე ფორტეპიანოს არ ყავს მტერი და ამას დროება ყავს მტერი და ამიტომ რო არ დაკარგულიყო ეს მოხდა ეს ამბავი ეგრე და ესე დაიწყო. რევაზ პირველ რიგში ჩემი ცხოვრების ნაწილი ისე როგორც ჩემი ოჯახის ცხოვრების ნაწილი არის სიმღერა და ფოლკლორი და ყოველთვის როდესაც სადმე სიტუაცია იქნებოდა თუნდაც მთაში თუნდაც სხვა მეგობრულ გარემოში ყოველთვის საჭირო იყო ისეთი რაღაცა როგორც არის ფანდური იმიტომ რომ ფანდურის გარეშე სიმღერა თითქმის წარმოუდგენელია ჩემთვის მაგრამ მე ვიცი რომ შენ სპორტი გიყვარს ძალიან. ჩემი ცხოვრების უპირველესი მიზანია რომ გავხდე სპორტსმენი და მე ამას შევასრულებ. რომელ სპორტში? პირველ რიგში მე ხრიდოლიანი ვარ, იმიტომ რომ ხრიდოლში გავიზარდე, ხრიდოლში დაიწყო ჩემი სპორტული მოღვაწეობა, მაგრამ ხრიდოლი ოლიმპიური სახეობა არ არის, ხრიდოლში შედეგის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ რადგან აღმოჩნდა რომ შემეძლო გამეგრძელებინა სპორტში მოღვაწეობა, ამიტომ შემდეგ დავიწყე როგორც ძიუდოში, ასევე კრივშიც. ასპარეზობა და ორივეში პრიზიორი ვარ. სოფლიო ჩემპიონია ერთ-ერთ სახეობაში, რომელიც აერთიანებს ჭადრაკს და კრივს, ჩესბოქსი ქვია ამ სახეობას და რამდენიმე თვის წინ მან მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ ჭადრაკსაც კარგად თამაშობს და იქ ესეთი წესია ბრძოლის, რომ პირველ რაუნდს ჭადრაკს თამაშობ, მეორეში ჩხუბობ. მერე ისე ჭადრაკს თამაშობ და გახდა სოფლიო ჩემპიონი. დედა მარიამ. ნუ ყველანი კარგები ხართ და ძალიან ლამაზები, მაგრამ აი რაღაცა განსაკუთრებულად გამოფრანჭული ხარ, თან ეთყობა იცი, მე რო ჭკვიალები მიყვარს. მომიყევი შენ რას შვები? მე ფორტეპიანოზე დავდივარ და სიმღერაც ვიცი და მღერი ვარ. ფორტეპიანო თავიდანვე შემიყვარდა და სიმღერა ძალიან მიყვარს. ფანდურზე ჩემი და მასწავლის. თამარ, ჩემო მეგობარო, ტელევიზორში რო დამინახე, როგორ გამიხარდა. მომიყევი. შენ მღერი? მე მღერი. რა უნდა გამოხვიდე რო გაიზრდები? მე ვფიქრობ ბაღის მასწავლებელი. ბაღის მასწავლებელი? უკვე ნახე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, პატარა ბავშვები უნდა აღზარდო, ხო? კი, ძალიან მიყვარს მე პატარა ბავშვები. ბაღში რა ვიყავი ერთი ბავშვი დავინახე და მასწავლებელს არ გავყევი რომ შეჯდავდით და ყველაზე მეტად ბავშვმა მითხრა რომ ამიყვანეო და მიავიყვანე და მასწავლებელმა შენიშვნა მომცა. შენიშვნა მოგცა მასწავლებელმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. აი ესეთი კარგები რო ხართ და ბატონო ნუკრი, განსაკუთრებული მადლობა უნდა გითხრათ. თან ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, თავიდან ამბობდით რომ მეო მომღერალი ხო არა ვარო, როგორ ვიმღერებო გადაცემაშიო. რატომ ესეთი თავდაბლობა? მე ვფიქრობ რომ ახლა ერთია როცა რიტუალს ასრულებ და პურმარილის დროს გიწევ შენ ამის გაკეთება და მეორე სცენაზე ადიხარ და მღერით იგივე სცენაა როცა ამდენი კამერა გიღებს და მე არ ვარ იმ დონის მომღერალი რომ ეს გავბედო და მაიძულეთ მოკლედ თქვენ მაიძულეთ დაგემორჩილეთ. მომღერალი კი არა, თქვენ ხართ საოცარი ადამიანი. ასეთი ოჯახი რომ გყავთ, ასეთი ტრადიციული ოჯახი რომ გაქვთ და აი ნელ-ნელა რო აპარებთ აი ძველ, ძირძველ ქართულ ინსტრუმენტებს, სიმღერას, ეს არის ყველაზე დიდი ღირსება ქართველი კაცისთვის და მადლობა. განსაკუთრებული მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ. მოდი ახლა ამ განწყობაზე, ამ კარგ განწყობაზე ვიმღეროთ. ვიმღეროთ თუ გამოგვივიდა რამე ცადო. გამოგივათ ნამდვილად.
გადარზლად წაგიყვან შადილის მთებიდან მაღრებად გატყვება ვარსკვლავანი ღამისა გადარზლად წაგიყვან შადილის მთებიდან მაღრებად გატყვება ვარსკვლავანი ღამისა შეგმოსავილი მზის ნახარადი კავითა ვისვავის ნაჟურით დაგიბან მართალებს შეგმოსავილი მზის ნახარადი კავითა ზითება ცრის ფარას მავარეკავ მთებიდან დამაღარუს დავუგორავ სურთის ფთის ხნარითა სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებითა ჩაჭვივით ბაღრილი ნაწნავთა რხებითა სიცხეს დავადნობ წამწამთა რხებითა ჩაჭვივით ბაღრილი ნაწნავთა რხებითა ანორბის თვალევარ ხოთის ხევსური დიდი მადლობა. Როგორც ეკვავდით. მოდი ჩემთან, მოდი. შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ. აიმე, რა მაგარი გოგო ყოფილხარ. მოკლედ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ცხოვრება ნამდვილად ღირს. ბატონო ნუკრი, ხრიდოლის გარეშე მე თქვენ აქედან არ გაგიშვებთ და მოდი, სულ პატარა რამოდენიმე წამი გვაჩუქეთ. დიდი მადლობა. ქეთს ვიხრით თქვენი ოჯახის წინაშე ბატონო. მადლობა დიდი. ნუკრი.